სამშვიდობის მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube-ზე დვალიშულთან ჩვენ ვიმყოფებით ლიმასოლში და ამის მიზეზი თქვენთვისაც თავისთავად ცხადია, ცნობილია ხვალ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის დაიწყება რიგით მე-6 ევრობასკეტი, რასაც ბუნებრივია ჩვენ მოუთმენლად ველით და ცხადია დღევანდელ ვიდეოში შევეცდებით მაქსიმალურად გიამბოთ იმ ყველაფრის შესახებ თუ რა ვითარებაც არის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ირგვლივ როგორ ემზადება გუნდი, როგორია ჯანმრთელობის ვითარება კალათბურთელებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიამბობთ, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ ჩვენი არხის, YouTube არხის დვალიშულთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმების სპონსორია, გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, უდაო ლიდერი თავის სფეროში და ჩვენი პლატფორმების სპონსორები არიან ასევე ლიდერი კომპანიები, კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და აქვე კიდე გეტყვით იმასაც, რომ თითოეული ის ვიდეო, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ამ თითოეული ვიდეოს წარმოდგენი იქნება ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი და რასაკვირველია თითოეულ ამ კომპანიას ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება და ვიმყოფებით ამჯერად აქ კვიპროსზე ლიმასოლში, სადაც აუცილებლად უნდა გითხრათ თავშივე, რომ საკმაოდ ცხელა დღის განმავლობაში, თუმცა დილით და საღამოს ძალიან კარგი ამინდია, სიგრილია, თუმცა ამის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით. იქამდე კი დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო იმ ადგილზე საუბრით, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში და ესეც ბუნებრივია, რადგან ყველა შეხვედრა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გამართავს დარბაზში სპიროს კიპრიანოს სახელობის არენაზე, რომელიც აშენდა 2025 წელს და იმ აშენებიდან მოყოლებული 2024 წლამდე იტევდა 6255 გულშემატკივარს, თუმცა 2024-ში უკვე შეგნებულად ევროპირველობის მოსამზადებელი პერიოდის პროცესში მოხდა ის, რომ მოახდინეს რეკონსტრუქცია და ამ ევროპირველობაზე უკვე 8000 გულშემატკივარს მიეცემა საშუალება დაესწროს ევროპირველობის თამაშებს და მე ღრმად წამს, რომ დასრება მაყურებლების განსაკუთრებული იქნება და ამ მაყურებლებში ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარიც იქნება. მე აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრინციპში ყველაფერი უკვე მზად არის იმისათვის, რომ კვიპროსმა უმასპინძლოს, ამ შემთხვევაში ლიმასოლმა უმასპინძლოს ევროპირველობას და შესაბამისად აი ეს სპიროს კიპრიანოს დარბაზი იქნება მასპინძელი აი ამ ჯგუფის, რომელიც არის ჩამოსული ლიმასოლში. აქვე გეტყვით, რომ ძალიან ძლიერი ჯგუფი გვეყოლება, საკმაოდ ძლიერი მეტოქეებით დაკომპლექტებული ჯიკიჩის გაცნილ გუნდს 5 მატჩის ჩატარება მოუწევს და ამ 5-დან 3 ევროპული კალათბურთის გამორჩეულ წარმომადგენლებთან და ესენი არიან ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. ძალიან რთული იქნება ამ ნაკრებებთან წარმატების მიღწევა, თუმცა იმისათვის, რომ ეროვნულმა გუნდმა დაძლიოს ლიმასოლის ჯგუფური ეტაპი, აუცილებელია, რომ 2 მატჩი მაინც მოვიგოთ აქედან, ერთი მასპინძელი კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც აშკარა აუთსაიდერად მოიაზრება და მეორე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელიც უნდა ითქვას, რომ აუცილებლად უნდა მივიჩინოთ ჩვენ უშუალო კონკურენტად და ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ბოსნიელები ევროპირველობას ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის მუსას გარეშე ჩაატარებენ, თუმცა მათ პრობლემებზე საუბარს ალბათ აზრი არ აქვს და არც დავიწყებ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვართ, თუნდაც იგივე წმინდა სათამაშო კუთხით თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული ამხანაგური მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, სასიხარულო და ოპტიმისტური ნამდვილად არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენმა გუნდმა ყველა შეხვედრა პირწმინდად დათმო, თუმცა წაგების პარალელურად უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ჯიკიჩის გაცნილმა ნაკრებმა ერთი შეხვედრაც კი ჩვენ და სამწუხაროდ ერთი შეხვედრაც კი ვერ ჩაატარა გააზრებული და კომბინაციური სათამაშო სცენარით, დისციპლინით, პრობლემები იყო ორგანიზებულ თამაშის, რამაც შექმნა რეალურად შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილება აი ამ რამდენიმე დღით ადრე ევროპირველობის დაწყებამდე. პრობლემებმა კი განსაკუთრებით თავი იჩინა დაცვითი ფუნქციების
შესრულებისას და კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო და თვალშისაცემი აღმოჩნდა დაუცველი პერიმეტრი, სადაც მეტოქეებმა და მათ შორის ბოლო ამხანაგურ მატჩში ჩეხეთის ნაკრებმაც რაც და საიდანაც მოისურვა აბსოლუტურად ყველა ადგილიდან ჩაგვიგდო სამქულიანი. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ევროპირველობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ნამდვილად არ მიმაჩნია სწორი პრობლემებზე საუბარი, რადგან ვთვლი, რომ ახლა უკვე ამ ეტაპზე თუ კი რამე პრობლემაზე იყო სასაუბრო, უკვე დაგვიანებული და არაფრის მომცემია, თუმცა როგორც ჩანს გარკვეული პრობლემები საქართველოს ნაკრებში მაინც არსებობს, რადგან წმინდა სათამაშო თვალსაზრისით და იმ კალათბურთელებიდან გამომდინარე, რომლებსაც მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა ევროპირველობაზე, ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა ამასაც რასაკვირველია აქვს თავისი მიზეზები და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენ უკვე აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ ეს არის შეუთამაშებლობა, ამასთან ტრავმების შემდეგ სამწუხაროდ ვერაფრით ვერ ათამაშდა ბოლდვინი, რომელიც აშკარად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან და ჩვენ გვახსოვს მის მიერ საკმაოდ დამაჯერებლად ჩატარებული შეხვედრები საქართველოს ნაკრების მაისურით, თუმცა მთავარი პრობლემა თორნიკე შენგელია და მისი ჯანმრთელობაა, რადგან მასთან ერთად ამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოს ნაკრების სხვა გუნდია და მის გარეშე რადიკალურად განსხვავებული და პრაქტიკულად უნაროა თოკოს გარეშე და ეს არაერთხელ ნათლად გამოვლინდა აი ამ ბოლო თამაშებში, რაც ძალიან ცუდია ნამდვილად, არადა ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ არა ლიეტუვაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნო ფაქტი, იცით რომ თოკოს გულის არითმია დაემართა, რამაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი აიძულა შეკრება დაეტოვებინა და ესპანეთში გადაფრენილიყო, სადაც მისმა ახალმა კლუბმა ბარსელონამ საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარა და საბედნიეროდ ნაკრებში დაბრუნების თანხმობაც მისცა, თუმცა რა იყო არითმიის მთავარი მიზეზი, ეს ალბათ სჯობს თავად თოკო შენგელიასგან შევიტყოთ. გამომწვევი მიზეზი იყო სტრესი, გადაღლილობა. ეს ორი მიზეზი რა. ყველაზე ძალიან დიაგნოზი მქონდა გულის არითმია. მადლობა ღმერთს, რომ იყო შედარებით დაბალ ფორმაში. გამომიწერეს პროტოკოლი, რასაც მივყვებით და ექიმების ვარაუდით, უკვე ჩემს ხელზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოახერხე ფორმაში შესვლას ამ 2-3 დღეში. დღესდღეობით კი ყველაფერი კარგად არის, შენგელიამ უკვე მესამე დღეა, რაც ნაკრებთან ერთად დაიწყო ვარჯიში, არადა მას მთელი 15 დღე გაუწდა და ეს იყო უმნიშვნელოვანესი 15 დღე. ამ პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად მხოლოდ 25 აგვისტოს ივარჯიშა. შენგელიამ სტანდარტულ კომბინაციებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ნაკრებში დაბრუნების პირველ დღეს მეტი დრო მაინც ინდივიდუალურ ვარჯიშს დაუთმო, რომელიც მას კატალონიურმა კლუბმა გაუწერა და შეუდგინა. ასევე პრობლემა იყო რატი ანდრონიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე აღმოიფხვრა და რატიც წყობშია გუნდთან ერთად არის და სრული დატვირთვით ვარჯიშობს, რადგან როგორც ზოგადად ამ თემაზე აქცენტს იქიდან გამომდინარე ვაკეთებ, რომ როგორც ანდრონიკაშვილზე, ისე საქართველოს ნაკრების თითოეულ კალათბურთზე უაღრესად ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლიმასოლში გასამართ ხუთ შეხვედრაში და კარგია, რომ დღეს ყველა ჯანმრთელად არის და ყველა მწყობშია, ამის შესახებ საუბრობს ნაკრების მთავარი ექიმიც. ტრავმები გვაქვს, იცით რომ კალათბურთი კონტაქტური სპორტია, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული ტრავმა არავის არ აწუხებს და დღეს მაგალითად სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ ყველამ აბსოლუტურად და ვეცდებით რომ ესევე გავაგრძელოთ და იმეც ვიტოვოთ რომ სერიოზული დაზიანება არც ერთ მოთამაშეს არ ექნება. მოკლედ, თავადაც შეიტყვეთ, რომ ჯანმრთელობის მხრივ აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს და ახლა მთავარი საკითხი მოედანზე თავისთავად ცხადია
თავის ღირსეულად და სათანადო დონეზე წარმოჩენაა, რასაც ბუნებრივია თითოეული ჩვენგანი ველით და ეს ღრმად მწამს, რომ ასეც იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია ვითამაშოთ საუკეთესოთა შორის უკვე რიგაში, სადაც ლიმასოლში ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ უნდა მოუხდეთ. დღეს კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჯიკიჩმა და გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ოფიციალური წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ ჩემპიონატზე ისაუბრეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარებიც. ეს ჩვენთვის ზედიზედ მე-6 ტურნირია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. ძალიან გახარებულები და აღფრთოვანებულები ვართ აქ ყოფნით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა, ნაცნობი სახეების და ჩვენი დროშის დანახვა. ეს მართლაც განსაკუთრებული გარემოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ და შევასრულოთ ის მიზნები, რისთვისაც აქ ვართ. თავარი ისაა, რომ ახლა ჯანმრთელად ვარ, უბრალოდ დროის საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე და გუნდს დავეხმარო. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის. ხვალ პირველი თამაში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გვექნება. როგორც ნებისმიერ სხვა გუნდს, ჩვენს გვქონდა პრობლემები და სირთულეები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ჩვენი მომავალი მეტოქე ესპანეთის ეროვნული ნაკრებია და ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველა შესაძლებლობას ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ყველამ ვიცით, რომ 5 თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ჩვენი ამოცანა წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა იქნება. ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. მოკლედ, ხვალიდან ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული ინტერესი ბუნებრივია მიპყრობილი იქნება ლიმასოლისკენ, სადაც გავხსნით ევროპიროლობას, გავხსნით ესპანეთთან ძალიან მლისხანი და ძლიერ მეტოქესთან თამაშით და ბუნებრივია ჩვენ მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს ისევე როგორც ნებისმიერ იმ დღეს, როცა საქართველოს ნაკრები გამართავს თავის შეხვედრას. ლიმასოლი 100,000-ზე მეტ მოსახლეს იტევს და ტურისტებით დატვირთული ადგილია, ჩამოსულთა უმრავლესობას კი ნავსადგურის ტერიტორია იზიდავს, რომელიც ხმელთა შუა ზღვის საკმაოდ გრძელი ქვიშიანი სანაპირო ზოლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია, რადგან სწორედ ეს ტერიტორია განსაკუთრებით გადატვირთულია კაფე-ბარებითა და რესტორნებით, სადაც საღამოს შეგიძლიათ გემრიელად ივახშმოთ და კარგ სასიამოვნო გარემოში განიმუხტოთ. აქვე გეტყვით, რომ კერძების მრავალფეროვნება და არჩევანი ძალიან დიდია, შეგიძლიათ დააგემონოთ ხორცის კერძები, რომელსაც ლიმასოლში საოცრად ამზადებენ და ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ აი აქ ხორცის კერძები, აქვე გირჩევთ, რომ აუცილებლად დააგემონოთ ღორის სტეიკი და ნეკნები, გარწმუნებთ, ნამდვილად არ ინანებთ, თუმცა აქვე მეგობრულ რჩევას მოგცემთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი აიღებთ საკუთარ თავზე ამ კერძის დაძლევას, გარწმუნებთ, ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა. ზოგადად ლიმასოლში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, თუმცა აუცილებლად დაიწყეთ დათვალიერება ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობით ლიმასოლის ციხესიმაგრე და ნახეთ ძველი ქალაქი, რომელიც სავსეა, პატარა და ულამაზესი ქუჩებით, გარწმუნებთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად ველით ბუნებრივია ხვალინდელ დღეს, ხვალ იქნება უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, მადლობა ჩვენს სპონსორებს, გენერალურ სპონსორს ლიდერ სპორტს კომპანიებს, ლაგის და ვიტამინს და რასაკვირველია, მადლობა კომპანია არქის, რომელიც წარმოგიდგენთ ჩვენს ვიდეოებს. მოკლედ, გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად გრძანდებოდეთ.